მოგესალმებით ეთერშია STASO TV-ის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ. ითქვა, რომ მიწებს ვყიდით უცხოელებზე, მინდა შეგახსენათ, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება. ჩვენ მუშაობთ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ. ცხადდება ყველაფერთან დაკავშირებით ღია აუქციონები და სწორედ აუქციონების საფუძველზე იყიდება მიწები. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსტიტუცია ზღუდავს ამ მიწების გასხვისებას უცხოელებზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძე საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ მიგრაციის მიმართულებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი შედეგები არის შთამბეჭდავი. ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები ლუკა ბერულავას და ანასტაცია მეტელკინა მილიონი ლარის ოდენობით პრემიას მიიღებენ. თითოეული 500.000 ლარს. როგორც პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, პრემიის ოდენობა ისტორიული გამარჯვებიდან გამომდინარე გაორმაგდა. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია საპრიზო ადგილებისთვის, თითო მედლისთვის და წყვილისთვის. შესაბამისად დაწესებული იყო პრემია 500.000 ლარის ოდენობით. შესაბამისად თითოეული მიიღებდა 250.000 ლარს. ამ გამარჯვებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და თითოეული სპორტსმენი წყვილში მიიღებს 500.000 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, განაცხადა პრემიერმა. ჩვენს ქვეყანაში ისეთი ქაოსი და განუკითხაობაა, ელისო კილაძე კი არა ხვალ კობახიძე რომ დააკავონ ის არ გამიკვირდება. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ქრონიკა პლუსის დამფუძნებელ ელისო კილაძის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში ქაოსი და შერჩევითი სამართლით ქვეყნის მართვის პრეცედენტია შექმნილი. ცნობისთვის პროკურატურის ინფორმაციით ელისო კილაძე ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს. ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ვახსოვართ. ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება, რომ საქართველოს მეგობრებს ჩვენ ვახსოვართ. იმედია ამაზე იქნება საუბარი, წერს დეკანოიძე. ცნობისთვის რადიო თავისუფლების ინფორმაციით მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაავრცელა. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის დათმობები, რაზეც რუსეთი უკრაინასთან შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში უნდა წავიდეს. მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მეზობელი ქვეყნებიდან მათ გაყვანას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე. სუში ინტერპრეს ნიუს განუცხადეს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული შეკითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინტერპრეტაციის შემთხვევაში სუსი მზად არის გამოკითხვის ოქმიც გაასაჯაროვოს გამოკითხული პირის თანხმობით. თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია სრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ გამოკითხული პირის თანხმობით გამოკითხვის ოქმიც გაბასაჯაროვოთ, აღნიშნავენ სუსში. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუთოს ადამიანური განზომილების მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელ პატრიცია გრჟებიკს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა. ამასთან სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავის მანდატის ფარგლებში ახორციელებს. ნათქვამია ინფორმაციაში.
მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 91 ადამიანი. ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დღეს მინდა საზოგადოებას მოვახსენო კიდევ ერთი მასშტაბური და ძალიან წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ და აქვე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ პოლიციელს. ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზნით რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითაც დაკავებული პირების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენ სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის. ხოლო საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სამართალდამცავის სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგით, აღნიშნა გელა გელაძემ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებული საქართველოში ხავიერ ბელმონტი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით ირაკლი ყანდაშვილმა მას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში ხავიერ ბელმონტმა ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მზადყოფნა დაადასტურეს და მომავალში ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, აღნიშნულია ინფორმაციაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. ზოგან ძლიერი დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-6 ბალამდე შტორმი. მათივე ცნობით ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი ნისლი. ქარბუქი და ზვავსაში შროება. მოსალოდნელმა ძლიენმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება. დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ, ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყულ ღვარცობული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს, აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ჟენევაში უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები განახდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ცნობისთვის, უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სამხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჟენევაში გუშინ დაიწყო. მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთის შეთანხმების მისაღწევად მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამასთან აქსიოქსის ცნობით ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. გამოცემის ჟურნალისტ ბარაკ რავიდის ინფორმაციით ამის მიზეზი რუსეთის ახალი მთავარი მომლაპარაკებლის ვლადიმერ მედინსკის მიერ გამოთქმული პოზიციები გახდა. ვესალმები უკრაინის მიერ დიქტატორ ლუკაშენკოს წინააღმდეგ რუსეთის ომში მისი პირდაპირი როლის გამო დაწესებულ გადამწყვეტ სანქციებს. ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ლუკაშენკო უზურპატორი და ომის დამნაშავეა. ის არის უკანონო უზურპატორი და ომის დამნაშავე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა აგრესიის სამხედრო ბაზად აქცია. თავისუფალი ბელარუსი არასდროს დაემუქრება უკრაინას ან ევროპას, წერს ტიხანოვსკაია. შეგახსენებთ, უკრაინამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დღეს დაუწესა. ირსტარმერი დონალდ ტრამპს ესაუბრა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის, ღაზას სექტორისა და ირანის საკითხები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო პუტინის ბარბაროსული თავდასხმები უდანაშაულო მოქალაქეებზე და ლიდერებმა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს. ნათქვამია განცხადებაში. ასევე კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა. ასევე ლიდერებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ჟენევაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები განიხილეს. აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას სომხური მედია ფაშინიანის პრესამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ ვაშინგტონში მშვიდობის საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრას დაესწრება. მშვიდობის საბჭოს წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა. მშვიდობის საბჭო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზას რეკონსტრუქციაზე პასუხი
პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა ორგანიზაციის წესდების თანახმად მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს. მშვიდობის საბჭოს პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ვაშინგტონში დაგეგმილ მშვიდობის საბჭოს სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.